მომიდან საკუთი მანახე რომ ახლა სახელი ხო დაგიმტკიცეთ ეს ხანონი დაგიმტკიცეთ მანახერია ხელშეკრულებაში რო ხელშეკრულება შენ რომელსაც მოსახლეობად გადაცემით არ მაინტერესებს ხელშეკრულებაში რა პირობები არის მე ვიცი რომ დაგიყენეს ანტენა აბა თუ არ დაუყენებიათ საიდან გადაწყდა ინფორმაცია ხო უნდა აგერ არის და წაიკითხე ეს არის წარმატებაში მე გავაკავე მითხრას ეს არის ერთი წელი უფასო ის სამი თვის განმავლობაში გადაიღე ცოტა რეალურ ჭკუას გამოუცხო არ გინდა დადგას მინული ბოქს არა წაიღე თუ დაიწყე გადახტას ამ თანხისას და გეკნება სურვილი რომ უყურო რა ამ არხებს და კონდეს ეს ანტენა დაიწყე 4 ლარის გადახტა თვეში ხო მერე თუ მოინდომებ შეწყვეტას არჩენილი თანხის 20% გეკნება გადასახადი ჯარიმის სახით ექსპლუატაციის პირობები უნებართვოთ და თვითნებურად არ გადაადგილოს 42 გრადუსზე დამონტაჟებული მიმართული სატელიტური ანტენა. თუ ვიხდი, ფულს იქით შევაბრუნებ, ხო? შენი რა უფლებამოსილება მაგაში? ეს ჩვენი პირობაა, ეს. შენი პირობაა მიმართო ერთ მხარეს და უყურო მარტო. რა არის ერთ მხარეს? ქართული არხი ხო? ქართული არხი ხო არ გეუბნები შენ ამას უყურე და ამას არა? თურქულიცაა და მე რაც უნდა მე თავისუფალი ოჯახი. მე ოჯახში ანტენას ისი არ დავა თუ ეს პირობა არ ეცოდინებს ეს პირობა თავიდან უნდა გაგეცხო მოსახლეობის თავიდან მე მოვდივარ ვერ შეხვა რატო ვერ მოვა სოფელი ყველა მიცის რომ აგერ დგავა ყველა გამოვადა და 800 ოჯახი ცხოვრობს მოვა 800-ე მოვა გამოვაგდები და წავაგებული შეიძლება სოფელს უნდა აი გაჩერა არის მსურველი ძალიან ბევრი ნუ ვიშნახე შენერბანში ნუ ატრაგებ ახლა რას უატრაგებ გეუბნები აჭადით კომილიონი ახლა ატრაგებ გუჯე შენ გადავიხატლა ატლა გამასაკმე დაიდე მე წაია წათვი ერთ ანტენა ერთი დავაკენო არ შეიძლება და სხვა ჩვენ ცხოვრებმა რატოა პრობლემა რატოა პრობლემა რატო თიშა კამერის რა თიშა რატო თიშა ვერ დავიდა რა გინდა ვინ ახლა არაფერი მე ხომრე მე მაქვს მარტო აღწერილი 160 ოჯახი მარტო მერვე და მეშვიდ უბანში აქ არის ხალხის მოტყუება აუ აი რა თელი ცხოვრება გვატყვილებენ და ეგია ვინ გატყვილებს აი გაჩერდი 24 საათი ტყვილს ამბობენ და იმაზე არა ვინ ამბობს ტყვილს ვის და ტელევიზია თუ